ახალი ამბავი ქოცების შიდა წიოგზე ღარიბაშვილის შემდეგ კახი კალაძის დრო დადგა. თბილისის მერიის თანამშრომლობის დაჭერა კორუფციის ბრალდებით ნიშნავს იმას, რომ კახი კალაძის თავს ყოლფი ვიწროვდება. გახსოვთ ალბათ ლევან ხაბეიშვილი გეუბნებოდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი კრედიტ სუისის გაყინული თანხის ნაწილის ამოღებას სწორედ კახი კალაძისგან ცდილობდა. მას გადანაწილებაც გაუკეთა კონკრეტული თანხის, რომელიც თურმე კალაძის დაურღვევია. დედლაინი არ შეასრულა, ფული დროულად არ მიიტანა და ახლა მას ციხე ემუქრება. ან მოუწევს გაქცევა. შესაბამისად, ქოცებმა დაიწყეს მომზადება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ცვლილებითაც ხო დაგვიანოს, ეს ცვლილება ემიგრანტებს რო ხმის უფლებას ართმევენ, დამატებენ პუნქტს. არჩეული მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, რომ აღარ დაჭირდეთ არჩევნები და მოვალეობა შეასრულოს ვიცე-მერმა. აი ამ ცვლილებებს გეგმავენ საარჩევნო კოდექსში და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ თუ კალაძე გაიქცა ან დაიჭირეს, მისი მოვალეობა შეასრულოს გიორგი ტყემალაძემ. და ეს გააკეთონ არჩევნების გარეშე. ანუ არჩევნები აღარ გვექნება თბილისში, გვექნება დანიშვნა. ესეც ქოცების ახალი ნოუ-ჰაუ. ბიძინა კი აგრძელებს ქოცების წეწვას და ქოცების გაკულაკებას. მეტის ღირსნი ხართ, ვინც ახლა ქოცებში ხართ. თქვენ თვითონ აწერთ, თქვენივე განაჩენს ხელს. და რა ვიცი, ჩვენ ამაში ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ შევუშლით ხელს.